თბილისში თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე პუშკინის სკვერში მდებარეობს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი. შენობა, რომელშიც დღეს მუზეუმია განთავსებული, აგებულია 1835 წელს მდიდარი ვაჭარისა და მეცენატის იაკობ ზუბალაშვილის დაკვეთით. შენობა კლასიცისტურ სტილში დააპროექტა შვეიცარიელმა არქიტექტორმა ბერნარდო ციმ და იგი თავდაპირველად სასტუმროსთვის იყო განკუთვნილი. თუმცა მას მერე რაც 1840 წელს იგი საეგზარქოსო კანტორამ შეიძინა, მასში სასულიერო სემინარია განათავსა. მანამდე 1817 წლიდან სემინარიას წესიერი შენობა არ გააჩნდა და ამ ნაგებობაში განთავსების შემდეგ სასულიერო სასწავლებელში სწავლის დონე ეტაპობრივად ამაღლდა. 1905 წელს სემინარია გადატანილ იქნა ვაკეში მდებარე ახალ შენობაში, რომელსაც საზოგადოება საბჭოთა პერიოდში მეცხრე საავადმყოფოს შენობის სახელით იცნობდა. მიუხედავად ამისა, 1917 წელს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენამდე პუშკინის 4 ნომერში მდებარე შენობა რუსული სასულიერო უწყების განკარგულებაში რჩებოდა. შემდეგ კი საქართველოს ეკლესიის საკათალიკოსო საბჭოს დაექვემდებარა, მანამ სანამ 1921 წელს საქართველოს გასაბჭოების შემდეგ აქ სასტუმრო პალასი არ განთავსდა. 1950 წელს შენობაში დაიწყო სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომელთა დასრულების შემდეგაც იქ ბინა დაიდო საქართველოს ხელოვნების მუზეუმმა. ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ ვაკეში სემინარიისთვის აგებულ შენობასაც დაადგა თვალი და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, იქ მეცხრე საავადმყოფო განათავსა. ჩვენს ყურადღებას იქცევ სასულიერო სემინარიის ისტორიაც, რომელშიც მრავალმა სასულიერო და საზოგადო მოღვაწე მიიღო საღვთისმეტყველო განათლება და რომლის კედლებშიც არაერთი სასიქადულო მამულიშვილი მოღვაწეობდა. ისტორიის სიღრმეში რომ ჩავიხედოთ თბილისში სასულიერო სასწავლებლის არსებობის ფაქტს 1755 წლიდან ვხედავთ, როდესაც უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ანტონ პირველის კურთხევით გაიხსნა თბილისის სასულიერო სემინარია. რუსეთის ეკლესიის მიერ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ საუბედუროდ ქართულმა სასულიერო სასწავლებლებმა არსებობა შეწყვიტეს, თუმცა რუსეთის უწმინდესი სინოდის ნების დართვით საქართველოს პირველმა ეგზარქოსმა მიტროპოლიტმა ვარლამ ერისთავმა დაიწყო თბილისის სემინარიის აღდგენის პროცესი, მაგრამ სასწავლებლის გახსნა და კურთხევა წილად ხვდა მის შემცვლელს, საქართველოს რიგით მეორე ეგზარქოს, ავად სახსენებულ მიტროპოლიტ თეოფილაქტე რუსიანოვს. სემინარიის გახსნა მოხდა 1817 წლის 1 ოქტომბერს. სემინარიაში სწავლა 6 წელს გრძელდებოდა. სასწავლებლის ხელმძღვანელობა დიდ ყურადღებას აქცევდა უცხო ენებს და სწავლის 6 წლის მანძილზე სასწავლო პროგრამაში შედიოდა ლათინური, ბერძნული, გერმანული და ფრანგული ენები, აგრეთვე ისწავლებოდა პედაგოგიკა. აღსანიშნავია, რომ თბილისის სასულიერო სემინარიაში სხვადასხვა დროს სწავლობდნენ ისეთი ცნობილი საზოგადო მოღვაწეები, როგორებიც ბრძანდებოდნენ პლატონ იოსელიანი, გაბრიელ ქიქოძე, დიმიტრი ბაქრაძე, ვასილ პეტრიაშვილი, თედო ჟორდანია, იაკობ გოგებაშვილი, დანიელ ჭონქაძე, სოფრომ მგალობლიშვილი, მოსე ჯანაშვილი და სხვა მრავალი. სწორედ ხსენებულ პირთა ბიოგრაფიების საშუალებით ვიგებთ, რომ სემინარიაში სულის შემხუთავი იეზუიტური რეჟიმი იყო დამკვიდრებული. სასწავლებელში გამეფებული იყო ურთიერთდასმენა, ჯაშუშობა და დასჯის დამამცირებელი მეთოდები, რაც მოსწავლე ახალგაზრდობის არსებული სახელმწიფო და საეკლესიო ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყობდა. რაც უფრო მატულობდა სასულიერო სასწავლებელში იმპერიისა და საეგზარქოსო კანტორის მოხელეთა წნეხი მოსწავლეებზე, მით უფრო ღრმად იდგამდა ფესვებს მოსწავლეთა შორის პატრიოტული სულისკვეთება. მოსწავლეთა შორის უხვად იყვნენ საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და საეკლესიო ავტოკეფალიის აღდგენის მსურველები, რომლებსაც სემინარიის ხელმძღვანელობა განსაკუთრებული სიმკაცრით ეპყრობოდა და შეიძლება ითქვას, რომ სასულიერო აღზრდის, კეთილშობილების ურთიერთპატივისცემისა თუ ადამიანური სიყვარულის სწავლების ნაცვლად წარე გაკვეთილებით ასაჩუქრებდა მათ. დიახ, ამ ყოველივეს უკვალო და უპასუხოდ არ ჩაუვლია. ხანგრძლივი დროის მანძილზე მოსწავლეთა შორის დაბუდებულმა გულისტკივილმა ბრაზმა და უსამართლობის განცდამ 1886 წელს მოსწავლე ლაღიაშვილი იმ მდგომარეობამდე მიიყვანა, რომ ხანჯლით გაანგმირა რექტორი ჩუდეცკი, რომელიც ფაქტამდე რამდენიმეჯერმე სცემეს კიდეც მოსწავლეებმა. რექტორი ჩუდეცკის მკვლელობის გამო იმჟამინდელმა საქართველოს ეგზარქოსმა პავლე ლებედოვმა ქართველი ერი, ანუ იმჟამინდელი საკუთარი სამწყსო დასწყევლა, რასაც მოჰყვა ათწმინდანად კანონიზირებული დიმიტრი ყიფიანის მხრიდან მისი წერილობითი კრიტიკა, რის გამოც იგი რუსეთის საეკლესიო და საერო ხელისუფლებამ მკაცრად დასაჯა და სტავროპოლში გადაასახლა, სადაც იგი მუხანათურად მოკლეს კიდეც. 1893 წლის დეკემბერში ლადო კეცხოველისა და მის თანამოაზრეთა მეთაურობით მოეწყო სემინარიელთა
დიდი საპროტესტო დემონსტრაცია. მოსწავლეები მოითხოვდნენ სემინარიაში გამეფებული რეჟიმის აღკვეთას, ქართული ენის სწავლების აღდგენას, ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის დაარსებას, კლასგარეშე ლიტერატურის თავისუფლად არჩევის უფლებას, აგრეთვე შოვინისტი და დესპოტი მასწავლებლების დათხოვნას და სხვა. ჟანდარმერიამ დემონსტრაცია დაშალა, სემინარია დროებით დახურეს, 67 მოსწავლე კი სასწავლებლიდან გარიცხეს. არაერთ გზის დაისვა საკითხი სემინარიის ჩრდილოეთ კავკასიაში, კერძოდ კი სტავროპოლში ან ეკატერინოდარში მისი გადატანის საკითხი, მაგრამ დახურვამდე იგი თბილისში დარჩა. თბილისის სემინარიაში სხვადასხვა დროს სწავლობდნენ ისეთი ბუმბერაზი სასულიერო პირები, როგორებიც იყვნენ კათოლიკოს პატრიარქები კირიონ მეორე, ლეონიდე, ამბროსი და ქრისტეფორე, აგრეთვე კათოლიკოს პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე, რომლის კურსელიც გახლდათ იოსებ ლაღიაშვილი, ვინც სემინარიაში სწავლის დროს მოკლა რექტორი ჩუდეცკი. თბილისის სემინარიაში სწავლობდნენ აგრეთვე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქები მელქისედეკ მესამე და ეფრემ სიდამონიძეც. არ შეიძლება სემინარიის კურს დამთავრებულ სასულიერო პირებზე საუბრისას არ ვახსენოთ მიტროპოლიტი გიორგი ალადაშვილი, მიტროპოლიტი ანტონ გიორგაძე, ათწმინდანად კანონიზირებული მიტროპოლიტი ნაზარ ლეჟავა, რომლის მუხანათური მკვლელობა ისევე როგორც სასულიერო პირთა მრავალათასიანი დასის განადგურება მოახდინეს ბოლშევიკებმა, თუმცა ღვთისმსახურთა ფიზიკური განადგურებით, არათუ ვერ გააქრეს რწმენა ქართველი ერის გულში, არამედ წმინდანთა დასს შეუერთეს დახვრეტილ მღვდელმსახურთა სულები, რომელთა მეოხებითაც ქართველი ერი ქრისტეს ეკლესიას არასდროს მოსწყვეტია. სემინარიის წიაღში მიიღეს განათლება წმინდა მღვდელმთავარმა სტეფანე კარბოლაშვილმა და მისმა ძმებმა, რომლებიც ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. კურს დამთავრებულებზე საუბრისას არ შეიძლება დაგვავიწყდეს მღვდელმთავრები ნესტორ ყუბანეიშვილი, დიმიტრიაშვილი და ტარასი კანდელაკი, რომელმაც ვლადიკავკაზში მოღვაწეობის ჟამს მონათლა ახალშობილი ირაკლი შიოლაშვილი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე. მაშინ ალბათ მამა ტარასი არ უწყოდა, რომ იგი ნათლავდა საქართველოს ეკლესიის მომავალ მამამთავარს, რომელიც გახდებოდა საქართველოში სულიერი ცხოვრების განმაახლებელი, ხოლო მანამდე სასულიერო სასწავლებლის აღმდგენელი. დიახ, სწორედ ილია მეორის იმხანად ბათუმ შემოქმედელი მღვდელმთავრის ეპისკოპოს ილია შიოლაშვილის მოწადინებითა და კათოლიკოს პატრიარქ ეფრემ მეორის ლოცვა-კურთხევით მოხერხდა საქართველოში სასულიერო სასწავლებლის გახსნა, მაშინ როდესაც ეს სრულიად წარმოუდგენელი იყო. საქართველოს გასაბჭოებიდან 42 წლის შემდეგ 1963 წელს, როდესაც საბჭოთა ტირანია ახრჩობდა და ყველა გზით ახშობდა რელიგიურ თავისუფლებას, 1963 წელს დიახ, ეპისკოპოსმა ილიამ შეძლო და მცხეთაში ჯერ 60 კურსები, შემდეგ კი ოდნავ მოგვიანებით 1965 წელს მცხეთის სემინარია დაარსა, რომელსაც თავად ჩაუდგა სათავეში. ეს სემინარია უპირველეს ყოვლისა მიზნად ისახავდა სასულიერო პირთა კადრების მომზადებას, რათა სამღვდელო დასს შემატებოდნენ განსწავლული სასულიერო პირები. ეს ფაქტი მეტად მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ეკლესიისთვის, რადგან მღვდელმსახური, რომელსაც არ გააჩნია ჯეროვანი საღვთისმეტყველო განათლება, თავადაც შეიძლება ვერ ის სიგრძე განებდეს ღვთის სიდიადესა და მოწყალებას. შესაბამისად, ვერც მრევლამდე შეძლებს სწორი და ჭეშმარიტი სარწმუნოებრივი სწავლების მიტანას, ვინაიდან ეს ყოველივე კარგად უწყოდა ზაგორსკის სემინარიასა და აკადემიის კურს დამთავრებულმა და მაღალი აკადემიური სასულიერო განათლების მქონე მეუფე ილიამ სწორედ ამიტომ მოიწადინა სემინარიის დაარსება, რომელმაც 1988 წლამდე იარსება. აღზარდა საქართველოს ეკლესიის მრავალი მღვდელმთავარი თუ მღვდელმსახური. დღეს კი ეს ადამიანები თავიანთი ცოდნითა და კეთილგონიერებით მოძღვრავენ ქართველ ერს. კათოლიკოს პატრიარქმა ილიამ მცხეთაში 25 წლით ადრე თავისივე დაარსებული სემინარია თბილისში გადმოიტანა. ამ სასწავლებლის ბაზაზე სიონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ეგრეთ წოდებულ თეკლე ბატონიშვილის ქარვასლის ისტორიულ შენობაში დაარსა თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია. მის რექტორად კი დაინიშნა იმხანად წილკნელ ურბნელი ეპისკოპოსი აწმიტროპოლიტი ზოსიმე შიოშვილი. სხვადასხვა დროს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას ხელმძღვანელობდნენ პროტოპრესვიტერი გიორგი გამრეკელი, აწმყდელმთავრო რანგით ქუთათელ გაენათელი მიტროპოლიტი იოანე, აგრეთვე დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტი აბრამ გარმელია და ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე. 2005 წლიდან 2009 წლამდე თბილისის სასულიერო სემინარის რექტორი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე გახლდათ. როგორც მაშინდელი სტუდენტები იხსენებენ, ეს სასწავლებლის ოქროს ხანა იყო, რომელიც ყაპრულად აგონდებათ.
საგულისხმო და მეტად უცნაური ფაქტია, რომ თბილისის სასულიერო სასწავლებელს მრავალი წლის მანძილზე აკრედიტაცია არ გააჩნდა. მას შესაბამისად მის დიპლომს ძალა არ ჰქონდა არც სხვა უმაღლეს სასწავლებლებში და არც სახელმწიფო სტრუქტურებში. ეს პრობლემა მეტად მწვავედ იდგა, თუმცა სანამ საკითხი მოგვარდებოდა, მანგლისისა და თეთრი წყაროს მიტროპოლიტმა პროფესორმა ანანია ჯაფარიძემ კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევით შეძლო და თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში დააფუძნა თეოლოგიის სამეცნიერო ცენტრი, რომელიც მსურველებს საშუალებას აძლევდა დაეცვათ სამეცნიერო ხარისხი თეოლოგიაში. 2009 წელს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრის მოადგილედ და საქართველოს ეკლესიის მთავარ ხუცესად დადგინდა პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, რომელიც აგრეთვე დაინიშნა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორად. მისი მოღვაწეობის ჟამს მოხერხდა სასულიერო აკადემიისა და სემინარიისთვის აკრედიტაციის მინიჭება, ანუ ავტორიზაციის გავლა. ეს ფაქტი უპირველეს ყოვლისა განპირობებული იყო კათოლიკოს პატრიარქ ილიას უდიდესი ავტორიტეტითა და მრავალწლიანი შრომით, თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ დიდი შრომა გაწია ამ საქმის კეთილად დასაგვირგვინებლად. იგი ამ დიდი საქმის აღსრულებისთვის კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა დააჯილდოვა საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი წმინდა გიორგის ოქროს ორდენით. მამა გიორგი 2009 წლიდან დღემდე უძღვება ამ სასულიერო უმაღლეს სასწავლებელს. 2013 წლიდან პატრიარქის განკარგულებით სასულიერო აკადემიაში დაფუძნდა მესამე უმაღლესი აკადემიური საფეხური, ანუ დოქტორანტურა, რომელიც საშუალებას იძლევა მსურველმა დაიცვას სადოქტორო დისერტაცია პატროლოგიაში, დოგმატიკაში, ეკლესიის ისტორიაში, ბიბლიისტიკაში, ლიტურგიკასა და კანონიკური სამართალში. დიახ, ჩვენ ვეცადეთ თქვენთვის ერთდროულად გაგვეცნო რამდენიმე შენობის და სასულიერო სემინარია აკადემიის ისტორიის შესახებ. ცხადია, მომავალ გადაცემაში კვლავაც ვეცდებით გაგაცნოთ, თუ რას მოგვითხრობს ჩვენი ძველი დედაქალაქი.